EUTHOS საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში პრინციპში აისახა ის, რაც ხდება საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში, ხო, რეპრესიული კანონმდებლობა, აისახა პოლიტიკური პარტიების დევნა, სამოქალაქო საზოგადოების დევნა, ჟურნალისტების შევიწროვება, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა და ასე შემდეგ. ანუ საპარლამენტო ასამბლეა რაღაცას ვერ მოიგონებდა ის დაწერა, რასაც ხედავს ამ წლების განმავლობაში. თუმცა აქ ქართული ოცნების რეაქცია პრინციპში არ არის გასაკვირი, ესეც ხო მათი პოლიტიკის გაგრძელება ბოლო წლების განმავლობაში, რომ ყველა ჩვენს მეგობარს დასავლეთში, ვინც ყავს და ვინც მხარს გვიჭერს, უნდა აქციონ. ზურგი EUTHOS-თან მიმართებაში პრაქტიკულად ბოიკოტი გამოაცხადეს და დატოვეს საპარლამენტო ასამბლეა და ეხლა საერთოდ ხედავთ, რომ თურმე არც კი უნდა მოვიწვიოთ შემდეგ არჩევნებზე ესკალაძის განცხადებაც ვნახეთ ცოტა ხნის წინ. ესეც პრინციპში ლოგიკურია იმ კუთხით, რომ ერთადერთი სახელმწიფო, ვინც ასევე არ ეთანამშრომლება EUTHOS, ეს არის რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობს, რომ რაღაც თავის ბერკეტების გამოყენებას კი ცდილობს, თუმცა თანამშრომლობაზე მას პრაქტიკულად ხელი აქვს აღებული. და აქაც ლოგიკურია, რომ ქართული ოცნება კვალდაკვალ უდგას თავის იდეურ მოკავშირეს, ვინც ყავს ერთადერთი სამეზობლოში, ეს არის რა თქმა უნდა რუსეთი და რასაც ის რანაბიჯებსაც გავს, რა თქმა უნდა, ესენიც ასრულებენ. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს მათი უფრო მწვავე განცხადებებიც, ოღონდ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ქართულ ოცნებას უკვე აღარ აქვს რაიმე ბერკეტი, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მოატყუონ, წლების განმავლობაში ისინი ამას ახერხებდნენ, რომ რაღაც თითქოს მოჩვენებითი რეფორმებით, რაღაც თითქოს მოჩვენებითი კანონის გაუმჯობესებით და ასე შემდეგ, ერთს გაუმჯობესებდნენ და 10-ს გაუარესებდნენ, ეს იყო მათი პოლიტიკა, ახერხებდნენ, რომ ისევ დასავლელი პარტნიორები ცდილობდნენ, რომ იქნება რაღაც გამოვიდეს ამ ხალხისგან, ამ გულისხმობ ქართულ ოცნებას და აგრძელებდნენ ჩვენთან თანამშრომლობას, თუმცა ის რაც ბოლო წლებში მათ დაატრიალეს, ეს არის უკვე დიაგნოზი, რომელიც ქართულმა ოცნებამ თავის თავს დაუსვა და ამიტომ დასავლეთში ისინი ვეღარ შეძლებენ, რომ რაღაცა ძლიერი პარტნიორები ნახონ. თუმცა სამწუხარო აქაც ის არის, რომ ამით ზიანდება ქვეყანა. მე ნამდვილად არ მადარდებს ქართული ოცნების დაზიანება, მადარდებს ის, რომ ქართული ოცნება, რომელიც არის ამ ქვეყნის ხელისუფლებაში სამწუხაროდ დღემდე ახერხებს იმას, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები დააზიანოს. კი ბატონო, და თორნიკე თქვენ ახსენეთ და ამ ანგარიშიც ბუნებრივია ხაზი არის გასმული პოლიტიკოსების, თითქმის ყველა პოლიტიკური ლიდერის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა. დღესაც იყო ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესი და ჩვენ ვხედავთ, როგორ ესე ვთქვათ, ძალიან სწრაფ რეჟიმში მიმდინარეობს სასამართლო განხილვები, რაც იმას ნიშნავს, რომ ეთყობა იჩქარებად განაჩენის გამოტანა ამ საქმეზე. არ დაგიმალავთ, ყველა ფიგურანტს აქვს მოლოდინი, მე ყოველ შემთხვევაში რაც მომისმენია მათგან, რომ ისინი მზად არიან გამამტყუნებელი განაჩენისთვის, რომ ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაუშვას ეს ადამიანები ციხეში. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს? ჩვენ ვხედავთ რაღაცა ეგრეთ წოდებულ სრუმოწმეებს, აბსურდულ ჩვენებებს, რომ იქ თურმე ვიღაცა ხელს იქნევდა რაღაცა პირის მოძრაობით, რაღაცა გამოიცნეს და ასე შემდეგ, ხო? რა სიტყვით? თქვენ და მთავარი კითხვა, რაში სჭირდება ბიძინა ივანიშვილს, რომ კიდე უკვე ყავდა უდიდესი ნაწილი პოლიტიკური ლიდერების, ვინც არიან ამ საქმის ფიგურანტები, მას უკვე ციხეში და კიდევ ერთხელ რომ ეს ადამიანები გაუშვას, ოღონდ ამჯერად ძალიან ბევრ წელზე არის საუბარი, ხომ რეალურად? მადლობა ამ კითხვისთვის. თვითონ ეს პროცესი ორმაგად მძიმეა ჩემთვის, ერთი როგორც პოლიტიკოსისთვის და კიდევ უფრო მძიმეა ჩემთვის როგორც იურისტისთვის, იმიტომ რომ რაც იმ სხდომათა დარბაზში ხდება, არის აბსოლუტურად საპირისპირო, რაც უნდა ხდებოდეს სამართალში და ყველა ის პირი, ვინც აი ამ საქმეში მონაწილეობს, თავისი პროკურორიან, მოსამართლიანად, გამომძიებლიანად არიან აი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს პროკურორი, მოსამართლე, გამომძიებელი. ამ საქმეში არავითარი ადგილი სამართლისთვის არ არის. საზოგადოებას მინდა ესმოდეს, თუ რაზე ედავებიან პოლიტიკურ ლიდერებს. აი ერთ-ერთი მოწმის ჩვენების მიხედვით, მაგალითად ჩვენი პარტიის ლიდერის მიმართ, ბადრი ჯაფარიძის მიმართ, თურმე პოლიციელმა დაინახა, რომ ბადრი ჯაფარიძე რაღაც ჟესტიკულაციით ანიშნებდა პარლამენტის დაძვრისკენ თუ რაღაც საოცრება ამბობდა. არა მიასწეგრე იყო მარცხენა ხელს უწევდაო თუ მარჯვენა ხელს უწევდაო. ვაშაძეზე იყო, რატო იღიმოდა თუ ძალადობას ემიჯნებოდა, დაახლოებით ამ ჟანრში იყო. ოღონდ როდესაც მარტივ კითხვებს ეუბნებოდნენ, რომ რა ეცვა, სად იდგა, ვისთან ერთად იყო და ასე შემდეგ, ვერ პასუხობდა, იმიტომ არ იცოდა. ოღონდ აქაც უნდა გვესმოდეს კიდევ ერთი გარემოება, რომ როდესაც ასევე კითხეს პოლიციელს, რომ 5 თვის განმავლობაში რატო არაფერი არ გააკეთე, თუ ეს ესეთი მძიმე დანაშაული დაინახე, მეგონა რომ გვერდით მედგა ხელმძღვანელი და ის გააკეთებდა. ანუ სრული აბსურდია რა. ძალიან მძიმეა რომ ამ საქმეზე რაღაც სამართლებრივად ისაუბროთ. რაც შეეხება პოლიტიკურ ჭრილში
ქართული ოცნება ბოლო წლებია განსაკუთრებით აკეთებს ერთსა და იმავეს, ხო? ახავს პოლიტიკური მძევლები, ეს შეიძლება იყოს ვთქვათ აქტივისტები, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკოსები, იმ იმედით რომ რაღაცას გამოივაჭრებს დასავლეთთან. ოღონდ არ ესმის ქართულ ოცნებას, ან არ უნდა გაიგოს, რომ ესე არ მუშაობს დასავლური სისტემა. აქ თუ არ იქნება დემოკრატია, აქ თუ არ იქნება დემოკრატიული ძვრები, ვერ დაალაგებენ, ვერ გაუმჯობესებენ ისინი დასავლეთთან ურთიერთობას. აი ამას მე რამდენიმე თვეა ვსაუბრობ და გაგახსენებთ მაგალითად ავსტრიაში გაკეთებულ განცხადებას, აი ალდეს სამიძე, როდესაც პირდაპირ ეს თქვა, რომ მარკეტში არა ვართ რომ ვივაჭროთ, გინდათ ჩვენთან ურთიერთობების დაალაგება, კეთილი ინებეთ და გადადგით დემოკრატიისკენ ნაბიჯები და ეს უნდა გაიგოს ქართულ ოცნებამ. თუ ამას ვერ გაიგებენ, სამწუხაროდ წამოვა ისევ სანქციები, ისევ ვიტყვი რომ ქართულ ოცნებაზე მე საერთოდ არ ვდარდობ, უბრალოდ ამით ზიანდება ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და მათი ინტერესები.